წყალი შენი უფლება, მაგრამ რამდენად დაცულია ეს უფლება ყველასთვის. დღეს საქართველოში სასმელ წყალთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება სხვადასხვა ნორმატიულ აქტშია გაბნეული. ეს ართულებს იმის გაგებას თუ ვინ არის პასუხისმგებელი და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფო უწყებებს შენი უფლებების დასაცავად. ამ დროისათვის ქვეყანაში მხოლოდ 8 ლიცენზირებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონს ვერ ფარავენ. შესაბამისად, გარკვეულ რეგიონებში წყლის მიწოდების ფუნქცია არალიცენზირებულ სუბიექტებს აქვთ გადანაწილებული. შედეგად, მოქალაქეები არათანაბარ პირობებში ხვდებიან. ზოგიერთი დასახლება იღებს წყალმომარაგებას სახლებში. ზოგს კი წყლის მოტანა სხვადასხვა წყაროდან, საუბნო ონკანებიდან, ჭებიდან ან ბუნებრივი წყაროებიდან უწევს. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა არაერთი პრობლემა გამოავლინა. წყლის არასაკმარისი რაოდენობა და არათანაბარი განაწილება. დიდი მანძილი საცხოვრებელ სახლსა და წყლის მოპოვების ადგილს შორის. გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც წყლის მოტანას კიდევ უფრო ართულებს. დაუცველი ჯგუფების ინტერესების გაუთვალისწინებლობა. წყლის მიუღებელი ფერი, გემო და სუნი. წყლის ხარისხის კონტროლი არ არის რეგულარული და განგრძობითი. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად არ ფლობენ ინფორმაციას წყლის მდგომარეობის უსაფრთხოებასა და ხარისხზე, მონიტორინგის შედეგებზე, საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებელ უწყებებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან უზრუნველყონ წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა. 2014 წლის შემდეგ წყლის ხარისხის სტანდარტებში ცვლილება არ განხორციელებულა. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეკომენდაციებს. იმისთვის, რომ რეგიონების მაცხოვრებლებმა შეძლონ წყლის უფლებით სარგებლობა, აუცილებელია. პასუხისმგებელმა ორგანოებმა შეისწავლონ წყალზე უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. მუნიციპალიტეტმა გამოყოს დამატებითი რესურსები, გადაიხედოს და განახლდეს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი. გაფართოვდეს წყლის ხარისხის კონტროლის მასშტაბები. წყალზე ხარისხის კონტროლის შედეგები გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები. ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები მოქალაქეებისთვის, წყლის უფლებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.